მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო, მთელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ ნახა ის სამარცხვინო კადრები, რომელიც ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან გავრცელდა. ბრძოლა წესების გარეშე მორიგი რაუნდი, ისცემა ტყეპა, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. არადა ეს ის ხალხია, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენის შესახებ და თურმე სოციალურ ქსელში თუ კი რაღაც ისეთ სიტყვი რომ არ მოეწონება ვიღაცას ეს დასჯადია, სამაგიეროდ პარლამენტში შეგიძლია პირდაპირ ეთერშიც კი ურტყა ვიღაცებს, ისე რომ არანაირი დასჯა და არანაირი პასუხისგება არ მოგიწევთ. რა უნდა ვთქვათ, ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, აქ ჩვენ საუბარი არა გვაქვს იმაზე, ამ კონფლიქტში ვინ იყო მართალი, ვინ იყო მტყუანი, ალბათ უფრო ორივე მხარე, მეტნაკლებად. აქ ლაპარაკი გვაქვს იმაზე, ერთ კაცზე 100 ადამიანის მისვლა და ამდენი ხალხის მისვლა საცემლად, რამდენად ქართულია და რამდენად ვაჟკაცურია. ხო, თუ არ იყო საკმარისი ერთის ან ორისგან მსგავსი ქმედების ჩადენა. მეორე თემა, რომელზეც გვინდა ჩვენ გვესაუბროთ, ეს არის ჩაშლილი აქციის შესახებ, რომელიც უნდა გამართულიყო იმ არაბული კომპანიის ოფისთან რუსთაველზე, რომელიც დაანონსებულია, რომ ააშენებს საქართველოში არაბულ ქალაქებს. არის ესეთი ქართველი გოგონა, ხატია ჯანაშია, აქტივისტი, პატრიოტი გოგო, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, მათ შორის აქტიურობს აი ამ არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ და დაანონსებული ჰქონდათ, რომ უნდა აქცია გამართულიყო. როგორც კანონი მოითხოვს, შესაბამისი ნაბიჯი გადადგმული ჰქონდათ მერიაში დაწერეს განაცხადი მოთხოვნა აქციის შესახებ და აქციის წინა დღეს ურეკავენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ეუბნებიან, რომ დახარვეზებულია თქვენი განცხადება იმის გამო, რომ არ არის მითითებული ორგანიზატორის და პასუხისმგებელი პირის ვინაობა. არადა როგორც იცით, იქ შაბლონით ხდება დაწერა ამ ტექსტის, რა როგორ უნდა იყოს და გამორიცხულია, რომ იქ ვინმეს არ მოხვედროდა თვალში, როდესაც გადახედეს, როდესაც შეავსეს ამ გოგონამ შეავსეს და მისმა მეგობრებმა და გადააწოდეს, იქ რამოდენიმე ხელში გაივლიდა და აუცილებლად გადახედავდნენ და შეუძლებელია, რომ თუ კი რაიმე იყო დასახარვეზებელი, იმ წუთშივე არ აღმოჩენილიყო. მესამე თემა, რაზედაც თქვენ ყურადღებას მივაპყრობთ, არის ის, რომ გავრცელდა ხმები, რომ ისრაელი საქართველოს ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ქართული ჯარების გარკვეული კონტინგენტი ღაზას სექტორში გადაყვანილი იქნას, როგორც სამშვიდობო ჯარების რაღაც ნაწილი ქვედანაყოფები. ამაზე რა უნდა გითხრათ ახლა? ფაქტის ახეზია, ისრაელი ცდილობს, რომ ამ საოკუპაციო ბრძოლას, ომს მისცეს ის სახე, რომ ეს არის რაღაც საერთაშორისო სამშვიდობო მისია და იქ ისრაელის გარდა კიდევ სხვა ჯარების მონაწილეობა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, რატომაც არა, თუ კი უკვე იმ ტერიტორიებზე, რომელიც დაიკავა ისრაელის არმიამ და დაიპყრო, თუ კი სხვა ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობები გააკონტროლებს იმ ტერიტორიას, რომ არ მოხდეს ჰამასის მიერ ამ ტერიტორიების დაბრუნება და კონტროლის ქვეშ აყვანა, ანუ სხვისი სამხედრო ძალების თავისი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უნდათ შეფუთონ როგორც სამშვიდობო მისია. რამდენად ყავს საქართველოს დასაკარგი შვილები, ეს ცალკე საუბრის თემაა, კიდე ჩვენ ვიცით ომს რა ახლავს, როგორ ეს გამოვიარეთ, ჩვენ ერაყში იყო, ჩვენი მისიები ავღანეთში იყო, ყავს უამრავი დაღუპილი, დაჭრილი, დაინვალიდებული. ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ მეორე თემა წარმოიშობა აქ, რომ როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს და ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაციებთან, მათ რა შეუძლიათ, თუნდაც რეგულარულ არმიების წინააღმდეგ რა შესაძლებლობები აქვს, თუ წინააღმდეგობა გაუწიონ, აგერ წლები ეს გრძელდება და ვიცი და ვხედავთ და
საქართველოს შესწევს თუ არა ძალა, რომ მათი შურისძიება აირიდოს და მათგან დაგეგმილი ის ტერორისტული აქტები, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება შურისძიების მიზნით წამოვიდეს ჩვენსკენ, რამდენად შესწევს საქართველოს ძალა, რომ ეს ყველაფერი აირიდოს, ეს კიდე მეორე თემაა. აი ამ თემებზე დავიწყოთ საუბარი, კახა გთხოვ, დავიწყოთ. ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ხშირად ვყოფთ ხოლმე გადაცემას ორ ნაწილად, რა ხდება ქვეყნის შიგნით, რა არის ესეთი მნიშვნელოვანი და რა ხდება ქვეყნის გარეთ მსოფლიო მასშტაბით, რაც და თავისთავად აისახება არა მარტო საქართველოზე, მთელ მსოფლიოზე და განსაკუთრებით ჩვენს გვეხება ყოველთვის, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად მეტად აქტიური ზონაა კავკასია. არა ვარ პერიფერია, რამდენად ორივე საკითხია უმნიშვნელოვანესი. ახლა ეს სამი საკითხი, რაც შემოგვაქვს დღევანდელი მსჯელობისათვის, თითქოს მხოლოდ საქართველოს ეხება და მხოლოდ ჩვენ საკითხებს განეკუთვნება. პირველი ორი კი და აი მესამე საკითხი შეიძლება უფრო პირველ საფეხურზეც დაგვეყენებინა. სამშვიდობო მისიის საკითხი. საით მივდივართ, ეს რიტორიკული კითხვა არ იხსნება. არ ვდგევართ ისეთ გზაზე, რომ თქვათ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ეს ცოცხლო საკითხები დადებითად, ქართველ ერს, აი საით მივდივართ, არ დგას, აღარ გვედგეს თვის წესრიგში ასე ვწვავეთ და ასეთივე მწვავედ დგა მსოფლიოსთვისაც, საით მიდის მსოფლიო. რა დროა, რა ჟამია. აი საით მივდივართ და ტრაგიკულია მდგომარეობა, მაგრამ კომიკური პასაჟი თან ახლავს. რასაც ტრამპი და არსებული ამერიკის ადმინისტრაცია ტრამპის საშუალებით პოლიტიკას ატარებს, ცალ-თვალით უნდა იცინო, ცალ-თვალით უნდა იტირო. მაგრამ სასაცილოთაც არ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ათასობით ადამიანი ეუბნება და ქვეყნები ნადგურდება. ახლა ჩვენ საით მივდივართ. ორი დღის წინ ხელისუფლებამ კანონად აქცია უკვე და შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დანაყოფი გაკეთა, ვინც სოციალურ ქსელი უნდა აკონტროლოს, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფა არ მოხდეს და თუ ვინმეს შეურაცხყოფს, ის ადამიანი უნდა გაასამართლო და შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი უნდა გატარდეს მის წინააღმდეგ. სულ რაღაც ორი დღის წინ ზნეობრივი ნორმების დამცველი კომიტეტით რაღაც შეიქმნა ძალოვან სტრუქტურაში, არა საჭირო მაინდა-მაინც დამბეზრებელ მომჩივანი, თვითონ ესენი მოძებნიან და ძალიან სწრაფ რეაგირებას მისცემენ და უკვე ფაქტით სახეზეა რამოდენიმე წინა გადაცემას შევეხეთ რა ამ თემას. აი ესეთი კანონია მიღებული. იტყვი რომ ესენი ანგელოზები გამხდარან და მალეფთები შეესხმება წიაჭოლას ფეხსაც დააბიჯებენ. და ამ დროს პარლამენტში რა ხდება, რას გვიჩვენებენ. 100 კაცი ერთ კაცს ცემს. აი ეს ხო არის კომიკური მომარება, ტრაგიკომედია. ეს 100 კაცი ქართული ოცნებაა. მე არ ვიცი, ესე იგი ქართველი მაგას ოცნებობდა, ამაზე ახლა არ შევეხებოდით რა. რომ ბევრი პარლამენტია, სადაც გაწევ-გამოწევა და ჩხუბი და ასე შემდეგ არის ხოლმე. ამ პარლამენტში შევოდიდო და ოპოზიცია გვაღიარებდო და ერთი 10 კინკილა, რამდენი ადამიანია არც მომითვლია და დიდად არ დაინტერესებული ვარ ერთი პარტიიდან შესულია. რაზა ალბათ 10 ადამიანი კინკილა. ან საინტერესო ის არის, ახლა ესენი ერთი გუნდი იყვნენ. ტაგე გუშინ წინ გაიყვნენ, ხო გახარია ამათი პრემიერ-მინისტრი იყო. არსებობს კადრები, სადაც ირაკლი კობახიძე წარადგენს როგორც მაღალ პროფესიონალს, როგორც ქვეყნისთვის თავდადებულ შვილს და სანდო ადამიანს, რომელსაც უნდა მართლა ანდო ქვეყნის ბედი და იღბარი. და მე აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ადამიანი მოღალატე ყოფილა და მის გუნდთან ერთად გაყვნენ ხო ვიღაცები, ეს უკვე ჩამოყალიბდა და ცალკე გუნდა. ესენი გუშინ წინ ერთად იყვნენ. თანამებრძოლები იყვნენ. და ამ თანამებრძოლებს უტყავენ ესე უმოწყალოდ.
და ხო, უმრავლესობა 100 ადამიანი ერთ ან ორ ადამიანს ურტყავს. ქართველი მაღაზე ოცნებობდა, რომ უმრავლესობა ჩაეგდო თუნდაც დამნაშავე. ამას აზრი არ აქვს. ეხლა ვინ ტყუოდა, ვინ მართალი იყო. როცა 100 კაცი ერთ კაცს სემს 100 კაცი ტყუის. ქართველი მაღაზე ოცნებობდა. ქართული ჭიდაობა რო არის აქცეულზე, აღარ მოდის ტკივნეული ილეთების ჩატარება და ასე შემდეგ. არის უარესად სულ ამაღლებული შერკინების ფორმა, ქართული ჭიდაობა. წაქცეულ ადამიანზე კიდევ ზევიდან ძალმომრეობა გამორიცხული იყო ქართულ სახალხო სპორტში. მე არაფერს ვამბობ, ვადა რო გადაუტყდებოდა მოწინააღმდეგეს, ასეთი რაინდული თვისება იყო, რომ ახმალი უნდა მიეწოდებინა და ამდა გაჩერებული იყო რა, არის ეს და ვეფხვის და მოყმის ლექსის ავტორები სახალხოა, ხო ეს ხალხის სულიდანაა წამოსული. ამ ხელა რუსთაველის იმით გაზრდილი ერი და ქვეყანა და ქართულ ოცნებას ირქმევა. თითქოს რასაც ქართველი ოცნებობდა, იმის აღსრულებელი ხარ. 100 ადამიანი ერთ კაცს, რომელიც რა კანონში წერია, ვის რა ველაპარაკოთ. უპირველეს ყოვლისა ქართველის სულს არღვევ და ქართულის დაუწერელ კანონს არღვევ. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ვინ გაამართლებს აქციას. გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული ჭყალებში გამპრავებლები რო ყავთ, რომლებმაც წამოწიეს თემა, რომ ამდაგვარი რაღაც ყველა ქვეყანაში ხდება, აგერ ევროპის ქვეყანაშიც არის მომხდარი ასეთი რაღაც გაწევ-გამოწევა და ცემატყება. ნუ კაი მასეც რო იყოს, რა მაინც და მაინც ცუდი მოგა. კარგი აიღე. აი მაგალითად თუ მაგალითის აღება უნდათ, მაინც და მაინც და სხვისგან. აგერ უნგრეთის ახალმა ხელისუფლებამ ჩინოვნიკებმა პარლამენტარებმა თვითონვე მიიღეს კანონი, რომლითაც ხელფასები მოიკლეს. ხო ფაქტია, ხო ესე მოხდა. ესენი წელი არ გავა ყოველ წელს ხელფასები რო არ მოიმატონ. ხო, აი ეს არის, საით მივდივარ და ერთი ხელით იღებ ამ კანონს, რომ შეურაცხ ცემატყება და თავში რო ურტყავ და თავს იფუჭებ ამ ყველა ქვეყნის წინაშე. არაკაცულ საქციელში რომ პირდაპირ აყურებინებ ამას მთელ სოფლიოს. ეს როგორ არის? ამის გამჟელი ვინ იქნება? ამის დამჟელი ვიღა იქნება? და საით მივდივარ? ძალმომრეობისკენ მივდივარ და დიქტატურისკენ მივდივარ. ყველა ეს კანონი დალაგებულია, რომ დიქტატურას ამყარებენ. ნუ ამას სოციალური საფუძვლები გააჩნია. გარკვეული პერიოდის კაპიტალიზმი გეთამაშება დემოკრატიას, მაგრამ როცა დემოკრატიის ნიღაბი უკვე იშლება, მე დიქტატურაზე უნდა გადავიდეს, ისე ვერ გამოვა. ერთ ოჯახს, ნუ ერთ კლასს მითვისებული აქვს მთელი ეროვნული რესურსი. დრო შეცვლილი, ადამიანი შეცვლილია. როგორ უნდა გააგრძელო შენი ბატონობა? დიქტატურით. სანამ ტყუდები, თუ აღარ ტყუდები, მე მაშინ უკვე დიქტატურა უნდა დამყარდეს. ეს ციფრული ხასიათით იქნება, თუ როგორ იქნება, ეს ერთმანეთში კომბინირებულად მიმდინარეობს. კამერების მეთვალყურეობით თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მივდივარ დიქტატურისკენ. და მაინც რა ტიპის დიქტატურისკენ მივდივართ? საკითხავი ესაა. როდესაც გამწვავდა კონფლიქტი პროდასავლურ ოპოზიციასა და არსებულ ხელისუფლებას შორის. პროდასავლური ოპოზიცია, როდესაც პირდაპირ ითხოვდა ფაქტიურად იმის გატარებას, რასაც ევროკაშვილი ითხოვდა, ზოგადად დასავლეთი ითხოვდა. და დაიწყო ხელისუფლებამ კანონების გამკაცრება, ჩვენ მაშინ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კანონებს რასაც ამკაცრებს, იგივე გამოხატვის ჩარჩოებში მოქცევა, იქ ტროტუარზე გავლა თუ ასე შემდეგ, სხვილი ჯარიმები, დაპატიმრებები, ამ აქციების უკან უზარმაზარი ძალებით გადა, არაა პრობლემა არც იმ თანხების გადახდა და ასე შემდეგ. ესეც გარკვეული სპექტაკლია, ერთგვარი დახურული თამაშია. რატოა დაჭერილი ეს პოლიტიკური სპექტრი? ამ ხელა მფარველები იყავთ და ისე სხვანაირადაცაა შესახედი. ვერ შეასრულეს დავალებები და ისჯებიან. და მომავალი ბრძოლებისთვის ამზადებენ, დაჭირდებათ.
და არც ამ ჯარიმების ეშინიათ მაინდა-მაინც. ის რომ დიდი ძალა აქვს, ის რომ მილიონებია წლების განმავლობაში ჩადებული და ის რომ თავისი დიდი პოლიტიკური მიზნები აქვს, ეგეც გასაგებია. მაგრამ ეს კანონები, რაც ამათ ამ ბრძოლის გამო აღიძრა და იქნა მიღებული, პირველ რიგში ვამბობთ, ქართველის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. რა გვათქმეინა ეს? ერთი ის რომ გასაგები იყო, რომ ჩვენ შევედით მსგავსების ფაზაში. სახით კრავისა, ანუ ეროვნულია, სახით, ანუ კონსერვატორი, ანუ მართლმადიდებლობის დამცველია, მაგრამ შიგნით მხეცია. ეს ყველაზე სახიფათო სახეა, იმიტომ რომ ეს გარეგნობით ზედაპირული რაც გამოაქვს ამით გაბნევს, ხეცი ამ დროს უფრო თავისუფლად მუშაობს, უფრო ხელფერფ გახსნილია. რაში გამოიხატა ამ ხეცის ხელფერფ გახსნა? როგორც კი გაიმყარა ხელისუფალმა პოზიციები და საერთო მხარდაჭერაც, სულიერი მხარდაჭერაც მოიპოვა ერის უმრავლესობისგან, იგივე ოჯახის ტრადიციების მართლმადიდებლობის დაცვის თვალსაზრისით, იგივე ომში არ ჩართვის პოლიტიკის მხარდაჭერით, ეს იგრძნო, გაიმყარა ამითვე, ამ მეორე თავისივე გაყოფილ ძმასთან ომში სულიერი ძმები არიან. ორივე ერთი კოსმოპოლიტური ძირიდან მომავალია. გაიმყარა, მაშინვე გააცხადა თავისი ძირითადი მიზანი. გამოგვიცხადა, რომ ინვესტიცია მომაქვს 6 მილიარდის და აშენდება ქალაქი, კოსმოპოლიტური ქალაქი. და ეს ყოფილა ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის, ქვეყნის სიკეთის ამბები. ესე იგი, საქართველოში ემირატებს თუ ავაშენებთ, საიმიროს თუ ააშენებენ, იგრიხილი და ასე შემდეგ, აი გაყოლა დიდი სიკეთე. წავიდა მე მანიპულაცია სტატისტიკური მონაცემების, ახალი წლის ზეიმი ვერ ჩაატარეს, ახალი წლის საზეიმო საღამო სავსე იყო თავისუფლების მოედანი არაქართული სხვა ჯურის, სხვა მოდგმის ახალგაზრდებით. და ამ პროცესს გვისახავენ როგორც ყველაზე საუკეთესო ეკონომიკურ პროექტს, საუკეთესო მომავლის პროექტს და ვინც ამის წინააღმდეგია, ერის მოღალატე ის არის. ეგლა რა იყო? სწორედ ეს ახალგაზრდა გოგონა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხატიას დაგეგმილი ჰქონდა 28-29-ში საპროტესტო აქცია გიხილის კომპანიის შტაბინის რუსთაველის პროსპექტში მდებარეობს შტაბინის წინ. არ დაურეგისტრირეს, არ მიიღეს, არ ჩაუთვალეს ეს განცხადება. მოკლედ, უფლება არ მისცეს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. და ჩვენ გვაქვს ცნობები, პოლიციით იყო სავსე. კანონები გაამკაცრეს უკვე, თუ ესე იგი ამ კანონებში არ ჯდები, თავისუფლად შეუძლიათ უზარმაზარი ჯარიმები, დაპატიმრება და ასე შემდეგ. და ეს აქცია ვერ ჩატარდა ამ მიზეზის გამო. განცხადება ესე არა, ისი არა, გასაგებია, ისე ვერ შეგიდგენია და ამიტომ დაგიხარვესეთ, ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ კი დანიშნულ დროს მოვიდოდა ხალხი, ჩაითვლებოდა, რომ ეს აქცია არის უკანონო და დაიწყებდნენ მათ შესაბამისი წესით სამართალ დავცავები. ესე იგი, ქართველი როცა ქართული მოთხოვნით, არა რაღაც აბსტრაქტული ევროპას უკარგავთ და დემოკრატია და რაღაც და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც სისხლის კალოები ატრიალეს იმ 9 წელს. მაგრამ ოცნება მოვიდოდა რა. ხო, დემოკრატიისა და ევროპული კურსის შენარჩუნა რაც სხვა ძალიან კონკრეტული მიზნი, ძალიან ღია, ყველა კალამარტო უბრალოდ მხოლოდ ქართველი, აქ მაცხოვრებელი, ჩვენი თანამოძმეებისაც თავს არ დამცემი ფაქტების მამხილებელი აქცია უნდა გამართულიყო. როგორ ხდება მიწა წყლის გასხვისება, როგორ ხდება შეურაცხყოფა ღიად ჩვენი რწმენის, ჩვენი ტრადიციების,
ღია დოკუმენტური მასალა დევს და ამაზე რეაქცია არ აქვს ჩვენ სახელმწიფოს. ამაზე უნდა ყოფილიყო საპროტესტო აქცია. უფლება არ მისცა ხელისუფლებამ და საპოლიციო გადანაყოფები იყო განლაგებული, რომ თუ კი მაინც დაიწყებდა საზოგადოება მოკრებას, რომ შესაბამისი კაცრი ზომები გატარებულიყო. ესე იგი, ამ კანონების გამკაცრება რისთვის სჭირდებოდათ? ყველაზე მეტად რა ეწევა ხელისუფლებას? ყველაზე მეტად ხელისუფლებას ეწევა სწორედ ის საკითხი, არ გამოვიდეთ და არ მოვითხოვოთ, რომ მიწა წყალი რაც იყიდება, ის კორპუსები ვისთვისაც შენდება, ბინადრობის უფლებები რაც იყიდება 100,000 დოლარზე და საქართველო რო იყიდება და ის ებრაელი რო გამოდის, ერთ-ერთი ებრაელი რო გამოდის და ახალი საქართველო შენდება, სადაც კანის ფერს უკვე აზრი არ ექნებაო. ახალი ბედნიერი საქართველო შენდება. ესე იგი საქართველოს გაქრობის რეალური გეგმა, როცა ხორციელდება და ამის გაპროტესტება რომ მოგინდება, თელი სიმძიმით და თელი სიმკაცრით შენზე რომ გადაამსხვრიოს ხელისუფლებამ თავისი ძალა. აი ამიტომ აქვს ის კანონები მიღებული. იმიტომ კი არა რომ პროდასალურმა კოსმოპოლიტებმა არ ჩაატარონ აქციები. ეგენი მუდმივად ატარებენ აქციებს. არა, შენ რო არ გამოხვიდე ქართველი. ამიტომ ეს დასაფიქრებელია და ვამბობ დანარჩენი პარტიებისა და დანარჩენი ორგანიზაციებისა. ჩვენ ვერ შევძელით საერთო ენის გამონახვა. ვერ შევძელით. აი შედეგი როგორია. ცალ-ცალკე მოქმედებით აი შედეგს მივიღებთ. ქუჩაში გამოსვლის და ხმის ამოღების უფლებას არ მოგცემენ. ცალ-ცალკე ვიქნებით. და დემოკრატიასა და ევროპული კურსისა და ასე შემდეგ იმაზე რამდენიც კიდე იყაყანე. პირიქით ფულსაც მოგცემენ, ტელევიზიებსაც გაგიხსნიან. პარლამენტშიც შეგიყვანენ ოღონდ შემოდიოდა. ამ ფარგლებს არ გაცილდა. კოსმოპოლიტურ ჩარჩოებს თუ არ ცილდები, დაილაპარაკე ევროპას, მაგაზე კარგი რა. აი ეს ძიმე სურათი დაიდო. ეხება ყველას. ვერ შევძელით საერთო ენის გამონახვა. და ცალ-ცალკე ასე ხდება, ასე გვირგვინდება. კი ახლა რაღაცას ეცდებიან თავისთავად ცხადია, რომ შეავსონ ახლიდან სხვანაირად. ახლა სხვა მეთოდს მოიფიქრებს ხელისუფალი. რომ იქ ვისთანაც დიდი პირობა აქვს დადებული, რისთვისაც არის მოყვანილი და რისთვის არის მოყვანილი, რომ საქართველოში უნდა აშენდეს კოსმოპოლიტური ცენტრი. ეს უნდა გადაიქცეს კოსმოპოლიტურ ცენტრად. ეს არის მათთვის ის ახალი იერუსალიმი, სულიერი იერუსალიმი, ამაზე დარბის ის ერთი ის და ამტკიცებს უფლის სიხო ეს არის ნამდვილია და ასე შემდეგ, ამ მიზნებს ემსახურება ეს პირობაა დადებული და ამისათვის არის საჭირო ქართული ეროვნული სულიერების ლიკვიდირება, პარტიებად დაყოფა და ის კაცრი კანონები შემოღება, რომელი კაცრი კანონებითაც შესაძლებელია აკონტროლო და არ დაუშვა საპროტესტო აქციების გამართვა. რა ქვია მას, თუ არა დიქტატურა, კოსმოპოლიტური დიქტატურა მყარდება. ანუ დიდარ საერთაშორისო დონის დიდართა აბსოლუტური ბატონობის დამკვიდრება, სადაც ქართველს არავითარი პროტესტის ხმის ამოღების უფლება და არავითარი პროტესტის უფლება არ ექნება. სინგაპურში 13.5%-ია სინგაპურელი, ნამდვილად ვით სინგაპურელია, 60%-ზე მეტი ჩინელია კომერცითა და მისული და ასე შემდეგ. 8% უგეუბნებიან დუბაიში, არაბი 8%-ია. აი მაგზით მივდივართ.
ახლა ამ ყველაფერს ამ სიკეთეს თუ ეს სიკეთეა ემატება ის რომ ისრაელი თავაზობს როგორც ამბობენ ღაზაში სამშვიდობო მისიით მიიღო ჩვენმა შეერეღებულმა ძალებმა მონაწილეობა ჩვენ სხვა სამშვიდობო მისიებში ვიღებით მონაწილეობა გასულ წლებში ხუთი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცივ-ომში დამარცხდა ეს მხარე და გავიყიდეთ და გავყიდეს გვიყიდეს და ისე მიგვიერთეს როგორც მათ უნდათ როგორც ნედლეულის იაფასიანი ნედლეულის წყარო იაფასიანი ხელი იაფასიანი ტვინი იქ არის ხო და ამან წინ წამოწია ну ასევე მიზნად დაისახეს მახლობელ აღმოსავლეთზე ისლამურ სამყაროზე ტოტალური კონტროლის განხორციელება საჭირო იყო სიონისტების მიერ ხელახალი ჯვაროსნული ომის წამოწყება 11 სექტემბრის ტერაქტი მოემსახურა ეს იყო საბაბი და მიზეზი მაღლობელ აღმოსავლეთზე თავდასხმისათვის აქტიურად დასავლეთთან კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებმა ყოველივე ეს გამოიყენა დაპყრობითი ომის წარმოებისათვის. შემდეგ ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მისია, რაც ნატოს ეგიდით ტარდებოდა როგორც რაშიც ჩვენ მონაწილეობდით პროცენტულად, არა ნატოსოვი ქვეყანა, ყველაზე მეტი. ფაქტიურად იყო რომ ჩვენი სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ დასავლეთისთვის სასარგებლო დაპყრობით სოფლიო მასშტაბის დაპყრობით ომში ივიღებდით მონაწილეობას დასავლეთის მხარეზე. პატარა ერი ვართ, პატარა მცირე ზომის ქვეყანა, პატარა ერი არა ვართ, მცირე ზომისანი ვართ და მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს. მონღოლებს ჰქონდათ ეს რომ ვიწევდნენ და სამხედრო ბეგარას ვიყიდით და მონღოლების დაპყრობით ომებში გვიწევდა მონაწილეობის მიღება და არა მარტო მონღოლების სპარსეთის ის აღარ ჩამოთვლით. გასაგები ეს არ მოუტანია კარგ ცხოვრებას. ახლა როგორი იყო ეს ამბები? ძირს გამოთხრა და დაპყრობითი საკითხები დემოკრატიის ნირგვით არის თანამედროვეობაში შენერგული და არ არის ესეთი პირდაპირი თვალსაზრისით ძალმომრეობითი. ყველაზე ცუდი და მძიმე ის არის და დასაფიქრებელი რომ ვიყიდებით. რამდენი გადაგვიხარეს, რას შევყიდეთ, რაზე გავყიდეთ. და წინა პერიოდში გადადგული ნაბიჯები სხვანაირი იყო გუშინდელი მსოფლიო. დიდით რო არ არის დასული. სულ რამოდენიმე წელიწადი. სხვანაირი იყო და შეგვჭა. აი ამ რამოდენიმე წელიწადში მეტად შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათი. მსოფლიო ძალთა განლაგება ძალიან შეცვლილია. ის შეგვჭა. დასავლეთის მხარდამხარ აღმოსავლეთის დაპყრობით ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, რასაც სამშვიდობო მისიები დავარქვით და დიდი სიკეთე დავარქვით, რომ ვსწავლობთ ომსავს, გასწავლიან დასავლურ სტანდარტებზე გადავდივართ, ეს შეიფუთა ამ ამბავი, ეს იყო ჩვეულებრივი მამლუქობა. და არა იმით, რომ პირდაპირ გაგიტაცეს და ასე შემდეგან რა, არამედ ხელისუფალი გაიყიდა. ხელისუფალი პირდაპირ იქ გაზრდილი იყო, მოსული და მოყვანილი, აქ დასმული იყო. არავით არის ეროვნული ინტერესზე და იმაზე არ იყო. და გადავჭით, რომ საპასუხო დარტყმა ჩვენ არ მეგვიღია. ცოტა სხვანაირად ჩამთავრდა ეგ ამბები. დღეს არის შეცვლილი მდგომარეობა. მაშინ ხოლმე შორიდან მუქარაზე გადაიარა. შორიდან მუქარაზე გადა. ეხლა შეცვლილია აბსოლუტურად მსოფლიო სურათი. თვითონ დასავლეთი ერთიანი და მონოლითური აღარ არის. განხეთქილება აქვს. სხვადასხვა ხარიზი არიან. ისრაელი დარჩა სიონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, რელიგიური ფანატიზმიდან გამომდინარე. დარჩა მარტო მსოფლიოში. გვირგვინი
რაც ჰოლოკოსტით დაიდგა როგორც წამებული ერი. ეს გვირგვინი დააკარგეს. ჩვენ ვამოვდით, რომ სიონისტური პოლიტიკა ახალი სიტყვიდან გამომდინარე, რაც მიღებული უფლისგან, იმ ცნობიერებისგან, რითაც ჩვენ ახლა ვსარგებლობთ და ვერასაც ვეყრდნობით, ვიცით, რომ ეს გზა დაღუპის და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იზეიმებს სატანა თავის ტახტის დადგმას. ვერ მოხდება ისე, როგორც ადამიანი გეგმავს. არ გამოვა და ვერ გამოვა დასავლეთი და სიონისტობა გამარჯვებული ამ ომში. ეს გზა დაღუპისაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამოვდით, რომ ამ სიონისტების დააჯის პერიოდიც მოვიდა და ვიღაცა გაიცნებდა რა დააჯის პირიქით. ახლა შეუტევს და გაწმენს იქაურობასო და დიდი ისრაელისკენ წავა საქმე. თვითონ ტრამპს, როგორც ვთქვით, თვლიან მეორე ტიპის მოშიახად, რომელიც არ არის ებრაელი, მაგრამ ძალიან ბევრს გააკეთებს თავარი მოშიახისთვის, ანუ ისრაელისთვის, რომ ის გახდეს ძალიან დიდი, რივიერა აშენდეს ღაზა სექტორის ტერიტორიაზე, გაფართოვდეს და ასე შემდეგ. ამის საფენელი არის სულიერი რელიგიური ფანატიზმი, ძველი შეხედულებები და ძველი ცნობიერება, რამაც დედამიწა დაღუპისკენ უნდა მიიყვანოს და ეს გეგმაც უნდა ჩაიშალოს. და ჩაშლის პროცესია. ისრაელი მარტო დარჩა. ისრაელმა ვერ შეძლო სულიერი გამარჯვება ამ შემთხვევაში. სიონისტებმა ვერ შეძლეს სულიერად დამარცხდნენ. რას ნიშნავს ეს? სოფლიო საზოგადოებრიობა განუდგა. ამბობენ დღეს ამერიკაში არა აქვს მნიშვნელობა რესპუბლიკელია, დემოკრატია თუ რაღაც სხვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სიონისტების მიერ წარმოებული მახინჯის ნაცისტური პოლიტიკა სამწუხაროდ ეგეც თქვით, უკვე მიეწერება ერს, ებრაელ ერს, ანუ ყველას. არადა ერთაებრივი წარმონაქმნია და ერის წინააღმდეგ ამხედრდების ნიშნებიც იქნება მთელ სოფლიოში. ორ შემთხვევაში ბენიამინ ნეტანიაჰუს ხელისუფალი და ამჟამინდელი ისრაელი სოფლიოში მარტოა დარჩენილი. გაემიჯნა ევროპა, კავშირი, აზიის და აფრიკის ქვეყნებზე არ ალაპარაკი. თვით ტრამპიც, რომელსაც პირდაპირ თვლიან, რომ ეს არის შენ ხარ, ასე შთააგონებენ არაებრაელი მოშიახი, რომელიც დიადი მოშიახისთვის გააკეთებ ყველაფერს, ესეც იძულებული გახდა იმ პოლიტიკური კონფიგურაციისგან გამომდინარე და კონფიგურაციას ამჟამად არის, რომ ხელი ეკრა და გაეჩერებინა. შენ ჩემი ძი ხარ, მათ ჩემი ჯამპურ და გაჩერდი ხარ. მასალეს არჩენები რაღაც გავაკეთე და მერე მოგხედავ კიდევ. თორე გარკვეული სამშვიდობო გეგმაზე, მოკლედ დაშორიშორებაზე წავიდა საქმე და სოფლიო ეკონომიკა, ხალხება შედარებით შვიდად ამოისუნთქეს სპარსეთის ყურესთან დაკავშირებით, ირანთან დაკავშირებით, ხო? და აი ამ დროს ნეტანიაჰუსთვის შვიდობა ამ პირობებით სიკვდილის თვალფარდია. ისრაელი ფაქტიურად დამოუკიდებლად აღმოჩნდა, გამიჯნულია მთელი სოფლი. ტრამპიც კი იძულებული გახდა შემოელანცხა, თავის ტვიტერზე დაწერა. ტრამპის ლანძღვა ვიცით, რომ ეს მეორე წუთში შეგვიძლია დაგვიგვინდეთ, ეს გასაგებია, დღეს ესია, შუადღეს სხვა ხასიათებთან, მაგრამ ეს ფაქტია, ხო, იმიტომ რომ იქ არჩევნები ტარდება და იქ ამერიკული ელექტორატი კატეგორიულად წინააღმდეგია ირანის წინააღმდეგონზე და უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ გასაგებია, რომ ვიყიდებით ჩვენ კომპანიებზე, ანუ ჩვენი არჩევნები სადამდე განვითარებული ამერიკაში საზოგადოებრივი აზროვნება. ჩვენ ვიყიდებით, კაპიტალიზმი ვიყიდებით. მაგრამ როცა ჩვენი კომპანიები ყიდულობენ საარჩევნოდ, ეგ ნორმალურია. მაგრამ როცა ისრაელი ყიდულობს ამერიკის შეერთებულ შტატების ხელისუფლებას, იმიტომ რომ მთელი ლობისტები რაც ფული ჩაიდო, პირდაპირ სიონისტი წარმომადგენლები გახლავთ ეს დაფარული არ არის. ეს უკვე საშინელებაა, იმიტომ რომ რა გამოდის ეს პატარა ქვეყანა, ეს ერთი მუჭა ხალხი ახლა ქვეყანას უზარმაზარ იმპერიას თავი ჭკუაზე არ ბეინებს და ისეთ საქმეებს აკეთებინებს, რაც რიგითი ამერიკელისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ხო? აი ეგრე არ გამოვა. ხო, ეს თუ არ გაითვალისწინა, ვიცით რომ თუ დიდ მარცხს იწნევს, მაშინ შეიძლება ტრამპმა პირდაპირ ციხისკენ გააგრძელოს, სულად არა იმ პოლიტიკის გატარებისკენ, ისთვისაც ისაა მოყვანილი. აი ამ ვითარებაში ვისი მანდატით უნდა შევიდეს ქართული სამხედრო ნაწილები ღაზას სექტორში.
ბზარმაზარი ისლამური სამყარო სულიერად ფეხზე დგა. ირანის შიიტურია, მაგრამ სულიერმა ლიდერმა თავგანწირვის და თავშეწირვის მაგალითი დადო. არ დაინდო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, აგერ კიდევ ცვლიან ერთმანეთში სარაკეტო დარტყმებს და იძულა ამერიკა კონფლიქტის ამ მასშტაბებში ირანთან წააგო. ეხლა იმას კი არ ვამბობ, რომ ამერიკა უფრო სუსტია ვიდრე ირანი, მაგრამ აი ამ ვითარებაში ასე გამოვიდა. ახლა ვიეტნამს როგორ ვერ მოერეოდა, მაგრამ ისე წავიდა ვითარება, რომ დამარცხებული გამოვიდა. ახლა თლიან თავის სამხედრო შესაძლებლობებს ხო არ შეალეწავს ირანს არა? ეს სხვა საკითხებია, მაგრამ დღეს ეს ფაქტი დევს წინ. არ შეეპუა და ძირამდე დაუნგრია ირანმა სამხედრო ბაზები და საქართველოს თავისი ნაწილები სად უნდა გააგზავნოს. სამშვიდობო იარლი ვინ უნდა მოგვარგოს? ბენიამინ ნეტანიაჰუ. და რა მოყვება მე ამბებს? ის წინ თქვი, რის შექმჩა დასავლეთის დაპყრობითი ომებისთვის, ომში მონაწილეობის მიღება შექმჩა. მაგრამ ისრაელისთვის, რომელიც გენოციდს ატარებს გაზას სექტორში, სიონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, იქ სამშვიდობო იარლიკით თუ შევართ, ეს თუ შექმჩება. ჯერ საერთოდ თვითონ გვაქვს ტერიტორიები დაკარგული და დასდრო გადის უფრო ცუდათაა ჩვენი სამი. ამისი გასაღებები როგორც არის დაჟანგდეს გასაღებები. ამ საკითხებს ვეწყობთ. თვითონ ყავს ავარებელი ტოლვილი საქართველოშივე ვერ მოგვივლია და ქართველია გამხდარი ტოლვილად ევროპაში გაქცეული. შენ ვის სამშვიდობო იმაში და მიიღო ნაწილეობა და სადგე პატიჟება. შედეგებით თუ ისე წავიდა, რასაც ისინი ითხოვენ, იმაზე უარესი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე უკრაინის მხარეზე ომში აქტიურად ჩართვა გამოიწევდა. იმდენადაა შეცვლილი. მარტოა დარჩენილი. დამხელა ისლამური რკალის გარემოცვაში ვიყოფებით. ახლა ეს ხელისუფლება რამდენად წავა და არ წავა ეს მეორე საკითხია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი კარნახებლები ჰყავთ. აღარ მინდა რომ მიუბრუნდე და გავშიფროთ ხელმეორედ ქართველი ებრაელების მთავარი რაბინის სიტყვები. წელში მოხრილი პრემიერი და მთავრობა რო ესწრებოდა თბილისში. ეგ არ მინდა რომ გავშიფრო ხელმეორედ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. ჩვენ შეიძლება ვერ ვივარგეთ, თუმცა ბევრად შეგვეწყო გარედან ხელი რომ უფლის სიტყვის მოთხოვნების აღსრულება გვერდზე გადავდეთ და თავი ისე გვიჭირეს, ვითომ არაფერი გაგვიგიაო. ასე დაცალკევებულებს, თვითონ პატრიოტს ასე უსწორდებიან, უკვე. რომ პროტესტის გამო ხალისუფლებას არ აძლევენ, გაპროტესტების უფლებაც აღარ აქვს. მაგრამ ის ვინც გადაწყვიტა, რომ აქაურობა უნდა იყიდოს და თავისია და უნდა მიითვისოს, ეს განქართველების პროგრამა რო ჩაგვირთეს, იდავი პნოპკის დაჭერით, განსაკუთრებული ძალით რო აგვიმუშავოს ბოლო პერიოდში. მერტი მაღალია და არც მათ არ დაუტოვებთ აქაურობას. აქ საინტერესო კახა რა არის იცი რომ აი გადავრჩითო ხო თქვი წინა მისიებში მონაწილეობა იმდენად მტკივნეულად არ იქნა აღქმული ისლამური სამყაროს მიერ, იმიტომ რომ აი ამ ხელა ფონი იყო სხვა. თითქმის
მთელი ეს კოალიცია ერთ მხარეს იდგა და მათში ეს პატარა საქართველო არც კი მოჩანდა. მაგრამ დღევანდელ ფონზე, როდესაც მოკავშირეებიც კი განუდგნენ, არათუ განუდგნენ და ნეიტრალურ პოზიცია დაიკავეს, არამედ წინააღმდეგაც კი არიან და ხმამაღალი თავარმა მოკავშირემ პიროვნება ტრამპმა პირდაპირ უთხრა რომ ვიცე-პრეზიდენტმა უბრალოდ შესაძლოა ტრამპაც, მაგრამ თავი ვიცე-პრეზიდენტია დივენსმა ერთი კაცის გულზე კორპუსს რო ანგრევ ერთ წესი არ არის იმ კორპუსში ხალხი ცხოვრობს რომ გენოციდი სხვა რა არის კაცო ახლა შენ უფრო ის ტერორისტია და რაღაცა და ერთი კაცის გულზე გუზარმაზარ კორპუსს რო აფეთქებ და ასობით ქალს ბავშვს და იმას რო ჩახოცავ მაგრამ რა ქვია ხო და ეს მოკავშირეებმა არათუ ნეიტრალურ პოზიციაზე გადაინაცვლეს და გადგნენ გვერდზე, არამედ აქტიურ წინააღმდეგობაშიც კი შევიდნენ და ის აღარ არის ხელ ლაპარაკი რიგითი მოქალაქეების განწყობა თვითონ ამ ქვეყნებში აქციები იმართება საწინააღმდეგო და მთელი ამბები მიდის, ხო? და აი ამ ფონზე შენ უკვე ჩახარ როგორ თეთრი ყვავი. დიახ. რომ ანუ ფაქტიურად გამოდის რა, ამერიკა გასაგებია, რომ არის ისრაელი და შენ ამაში უჭერ მხარს. და ეხმარები, რომ გაუმაგრო ის ტერიტორია, რანაირ სამშვიდობო მისიაზე ლაპარაკი ხლა, იქ ვინმეს თუ შეჩერება არის საჭირო ვინმესი და ვინმე აგრესიას ეწევა, ისრაელი ეწევა, ხო? ღაზა სექტორში. და გასაგებია, ხო, ისრაელი თავისი სამხედრო ნაწილების შესაჩერებლად წინ გადასაღობად არ ითხოვს ჩვენ ნაწილებში ჩაყენდება, ჩვენ საჯარის ესე იგი ჰამასს უნდა ვებრძოლოთ, რა? რა თქმა უნდა, რომ ჰამასმა ისრაელის მაინც ახლა განუზომელი ადამიანური რესურსების ქვეყანა არ არის. ორ ფრონტზე აწარმოებს ერთდროულად თავს აქეთ ღაზას სექტორში და იქით ლიბანში ჰეზბოლასთან და რატომაც არა თუ კი სხვები მოვლენ და მის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს გააკონტროლებენ რომ გოები მიეხმარებიან რომ ჰამასმა არ აღადგინოს იქ თავისი კონტროლი და იურისდიქცია რატომაც არა ხო? რა თქმა უნდა. და აი ამ ფონზე როდესაც მართლა როგორც თეთრი ყვავები ისე მოვჩანვართ როცა მთელი საზოგადოებრივი აზრი სხვა სოფლის საზოგადოებაზე სხვა მიმართულებით არის გადახრილი, რას შეიძლება ველოდეთ აქედან რა უნდა გამოსჭვის რა. ის მეორე თემაზე შერასაც გაამახვილა ყურადღება მე ვაკვირდები რომ სოციალურ ქსელებში იგრძნობა საკმაოდ აქტივობა პროებრაული პროპაგანდის. სპეციალური Facebook გვერდებია, ქართულენოვანი Facebook გვერდები შექმნილი, სადაც მთელი იდეოლოგიური და პროპაგანდისტული მუშაობა მიდის. ქართულ საზოგადოებაზე გასაგებია ხო ქართულენოვანი და ქართულ საზოგადოებას. ანუ საქართველოს ამზადებენ რაღაცისთვის, რაზედაც ჩვენ ლაპარაკი. რეალურად ჩვენ შევარქვით იმას, ხო რომ ეს არაბიზაცია ქვია ზოგადად, მაგრამ რეალურად ეს არაბიზაცია კი არა, ებრაელიზაცია. და აი ამ პროპაგანდისტული გვერდების მუშაობაც იქითკენაა მიმართული, რომ თურმე ჩვენ რაღაცით ვალდებული ვართ. რომ აი ამ ოპერაციაში მას მივიღოთ მონაწილეობა. რომ ყველას ვალია ტერორისტთან ბრძოლა და სანამდე ჩვენ ოჯახებამდეც მოსულა თურმე ჯობია რომ ღაზას სექტორში და ლიბანში ვებრძოლოთ ტერორისტს იქ დავამარცხოთ რომ არა და პირიქითაა. ჩვენი იქ მონაწილეობის დაფიქსირება დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. მე არ ვიცი ახლა ეს ხელისუფლება რაზეა წამსვლელი, რაზეა არ არის წამსვლელი. ვფიქრობ რომ ეყოფათ კეთილგონიერება რომ იწვევენ ერთია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება და ბრძანების გაცემა მეორეა. აქ შეინიშნება ესეთი ორი ხაზი. ერთი ორთოდოქსი გასაგებია რომ ბენიამინ ნეტანიაჰუს ასე ეგ ნათქვამი რომ მოშიახი რა თქმა უნდა ძალიან მალე და ასე შემდეგ და ჩემი ხელით უნდა დავადგა გვირგვინიო. და მოშიახისთვის კიდე აუცილებელია მესამე ტაძრის აღდგენა. მაგრამ ეს საქმე გაიჭედა. ამ ხელა ამბები მიდის, არ გამოდის. ეს ერთი თან როგორ არის ახლა წინ წყალი უკან მეწყერიო.
ვის დროს სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ესეთი იოლი არ არის მთავარი წამყვანი ფიგურების ასეთ რელსებზე დაყენება. იმიტომ ის ერთი არ არის, მთელი გუნდია. პირამიდულად მთელ ქვეყანას უკავშირდება. ამიტომ როგორც აჩანს განსაკუთრებული ზომებია ნახმარი. ასევე ტრამპი, ხო? საფეხს ედგა ფაქტიურად, არა, ცოტა რაღაც ვერა და მეორე ძალა, რომელიც დაიკავეთ, მას კიდე გამზადებული აქვს სისხლის სამართლის საქმეები და აი ეს რთულია, ესე იგი ძალიან რთულ მისიაზე გაშვებული ხალხია, რთული მისია აქვს მინებული. და რთულათვია საკითხები დაყენებული განვარ დაიხოს. მაგრამ არის სხვა ნაწილიც, რომელიც უფრო ჭკვიანად თვლის თავს ამავე წრიდან. და ის სხვა პოლიტიკით უნდა რომ შემოვიდეს აქ. ეს პოლიტიკა რაში გამოიხატება, რომ არ შევიდეთ წინააღმდეგობაში არც ირანთან, არც თურქეთთან, არც რუსეთთან. ეგ გზა ვნახეთ. ჩიხია. და თუ მაინც უნდა გაგრძელდეს, აქ გავაგრძელოთ, კაცო, ფული ჩვენ ხელშია. ქვეყანა ჩვენ ხელშია, კაპიტალიზმია, ხო ვიყიდებით, არა ეს ქართულობა კიდე ორ კაპიკად, ორ შაურად, ხან ერთ პარტიას გვაკეთებინებენ, ხან იმას, ხან ამას. რიგში ვდგევართ. რიგში ვდგევართ. ხო. ამიტომ სხვანაირად რა, ამათან კარგად არა უჭირს. ხო. ის გზა თუ ჩიხში შევა, ეს მეორე, ანუ გონი აქ უნდა ამოვიდოს, იქ ნაკლები დარჩება. იცი რა არის, უკვე ის დრო, რომ ძალიან ბევრი რამე ჩანს რა. თითქმის ვერავინ ვერაფერს ვეღარ გამოვაპარებთ ერთმანეთს. აი ეს არის. ეხლა ბოლოს კიდევ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და აქაურობა ვის დარჩება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ თუ ბოროტი მევენახეების როლში ჩავჯდებით, ჩვენ დახოცავს მევენახეებს და ვენახს სხვას გადაასცემს, ამ ფუნქციას, ამ ადგილს, ამ მიწაწყალს სხვას გადაასცემს. და იმას კი არ, იმათ კი არ გადაასცემს, ვინც ამ სიბოროტეში ხელი შეგვიწყო. გამგები ალბათ გაიგებს რას ვამბობ. იმას არ გადაეცემა. და ის გზა მარცხისაა და სიკვდილისაა. უკვე მარტო დარჩა. ეს არ ნიშნავს რომ უკან დაიხევენ. ამასაც ეთვსებიან რომ ძალთა გადაჯგუფება მოხდეს, დაალაგონ და ახალი შეტევისთვის გაემზადონ. ეს ჭაობში ჩავარდნილის მდგომარეობას გაქვს, რაც უფრო მეტად იფაფხურ, უფრო სწრაფად ჩაიძირები. მოლოს ესე იქნება. სადამდე, საით მივდივართ, იქამდე მანამ ბოროტების გზის დაგდებას, ანუ კაპიტალიზმის, მასონიზმის, სიონიზმის ცნობიერების და ყოფიერების შეცვლას მანამ არ გადავწყვეტ და არ დავიწყებთ. ერთ რომელიმე ქვეყანაში მაინც. აი იქამდე იქნება ეს მდგომარეობა. ამიტომ არის პროგნოზს ვერავინ ვერ აკეთებს, რომ ხვალდელი დღე იქნება ამის გამარჯვების და იქნება სტაბილური მდგომარეობის დამყარების დრო მაინც თუ არა სოფლიო მშვიდობის და კომუნიზმის და სოფლიო დემოკრატიის გამარჯვების. ეს ლოზუნგები ვხედავთ გაქრა, ხო? ჯერ კომუნიზმი ჩამოვარდა სოფლიო ტახტიდან და დემოკრატიის და ლიბერალიზმის ისიც ჩამოვარდა. ვერავინ ვერ ამბობს, იქნება თუ არა ხვალინდელი დღე სტაბილური მაინც. გაგრძელდება იქამდე სანამდე ბოროტების გზის დაგდებისკენ არ შემოვტრიალდებით, რასაც ახალი რელიგიის ქადაგებლობა კი არა. ჰუმანური წესწყობილების დამყარების გზით სვლა არის საჭირო. პოლიტიკურ-ეკონომიკური წესწყობილების შეცვლა საჭირო. ძველ აზროვნებაში, ძველ ცნობიერებებში შესწორებები გვაქვს შესატანი. ყველაფერი კი არ იშლება, შესწორებებია შესატანი. ეშველება ქართველ ერსაც, რა თქმა უნდა, სხვა ერებსაც თავისთავად სხდით ებრაელ ერსაც. გადარჩება იმ რისხვისგან, რასაც სიონისტური ნაციზმი გამოიწვევს მსოფლიო ხალხებში უკუ რეაქციის სახით.
ჩვენ დასასრულს ვახერხდებით და ყოველთვის ისე ხდება ხოლმე რომ ძირითად დროს ჩვენ ვიკავებთ და დავით არა უშავს ყოველთვის ორიოდე სიტყვისთვის რჩება დრო მარტო და თუ თქვენ მორჩი თქვენ სათქმელს მართალია დასასრულს უახლოვდება ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა პატივცემულო მსმენელებო, მაგრამ მინდა რომ გავამახვილო ყურადღება ძალიან ცუდი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში. ორი დღის წინ რაც მოხდა პარლამენტში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე ასე მიძლია არ გავიხსენო 90-იან წლებში იყო ესეთი შემთხვევა და ბევრი ყოფილა ვიღაც არ გავივლია კაც ჩვეულებრივი ელემენტარული ბიჭებს რო ეძახიან და არ არის არჩევები არც ის რომ ელემენტარული ყველას ესმოდა რომ ვიყავით 40 თქვათ იყვენ ასნი რომ ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის და იმათი მეგობრის დაკინგლავების გამო და სტრელკას რო ეძახდნენ ხოლმე აბა შევიკრიბეთ ყველანი აღმოჩნდით უმცირესობაში თავად ის ბიჭები თბილისელი ბიჭები თან საბურთალოელები ძირითადად ისინი მოვიდნენ და თქვენს თქვენ რიცხობრივ უმცირესობაში ხართ როგორც გავიგეთ აქ ისეთი არ არის რა კი გასაგებია ხო ერთ-ერთზე გაარკვიო აქ ვიყოთ ჩვენც და ერთ-ერთზე გავიდენ ვაშკაცურად ყოველგვარი გიდების ლანძღვის გარეშე თორე ამდენმა იმარხლა თქვენ უმცირესობაში ხართ და ძალიან უპირატესობა ჩვენ მხარეს არის რა და რატო უნდა დავცხოთ ერთმანეთს ხვალე-ხვალზე ქართველები ვართ ყონდა შევხვდეთ ერთმანეთს რა მეტი წილი ჩვენ ჩასული ხალხი ვიყავით რაიონებიდან იყვნენ თბილისელები რა თქმა უნდა ჩვენს მხარეს და კი ბატონო ეს ყველაზე ვაშკაცური წინააღმდება იყო გავიდენ ისიც იყო ნათქვამი წაქცეული თქვენი წააქცევს ჩვენს ხელს აღარ აწევს მასზე და პირიქით ჩვენი წააქცევს თქვენსაც აღარ გაგრძელდება იქ ჯგუფი წააქცევს თუ რაღაცა ნოკაუტში ჩაიგებს ნუ ახლა პარლამენტარები ერთ-ერთზე არ გაუშვებენ საჩხურად გასაგებია მაგრამ 100 კაცი ერთი კაცის წინა ისიც გასაგებია რომ არც ერთ საზოგადოებრივ იმაში ამით მორჩა ამის თქვა მინდა მორჩა იმის მერე ჩვენ რო ხდებოდით ამ ხალხს აი ლამის დაუმეგობრდით და ისე ვიყავით ერთმანეთთან და ბევრი სხვა ესეთი ახლა მოვისმენია და პირადად გადაგვხდენია ესეთი ისინი იყო ხოლმე რაც რომელი დანა რომელი ისა და რომელი რიცხობრივ უპირატესობაში ყოფი რომ 10 კაცსაც რომ აი ესეთ გამეტებით და ეს არ ყოფილა ესეთი ისიც და საით მივდივართ და რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ეს ჩვენი დღევანდელი პარლამენტი და რის მაგალითს იძლევა ეს ამას რო უყურებენ ახალგაზრდები მომავალი თაობა აი რა არის რა ხდება კიდევ ეს მეორე საკითხი დიდი მადლობა იმ ახალგაზრდას რა თქმა უნდა რომელიც მოწადინებული იყო უნდა რომ აი პროტესტის გამოხატვა და ეროვნული ინტერესების დამცველი გოგონა ეს ხატია ჯანაშია ვერ მისცეს ამის საშუალება ესე რა ხდება ცოტა ხანში ალბათ მოითხოვე რომ თეთრზე შავი გვათქმევინონ და ის საკითხები ის მნიშვნელოვანი რომ მიწა სამშობლო არ გაიყიდოს და ამის გამოთქმის უფლებაც აღარ აქვს ჩვენ ქართველებს აი არ ვიცი რაზე და აი სანაცვლოდ კიდე რა ხდება ისრაელში იწვევენ აი ყველანაირად ცდილობენ რომ სოფლიოში ესე იგი ყველა რა ვიცი ყველა ქვეყანაში თვითონ ამერიკაც უკვე ამერიკაშიც ევროპაშიც ანტიებრაული გამოსვლები მიდის და ყველას თვალში უკვე ძალიან ნუ ეხლა ერი რა შუაშია კი სამწუხაროდ იმ სიონისტურ თალმუდისტურ რეჟიმს ეწირება ის ებრაელი ერიც ხო და ახლა კიდე ცდილობენ რომ ჩვენ ჩაგვირთონ და მთელი მსოფლიოს სალანძღავი გავხდეთ ქართველი ერი ვითომ სამშვიდობო მისიაში რა მოხდება დავით ეს მარტო ლანძღვით არ დამთავრდება არა ლანძღვით არა კარგად ახსენეთ ზედა რომ აი უკრაინაში მეორე ფრონტის გახსნას რომ მithოვდეთ ჩვენგან ამაზე მძიმე შედეგები იქნება რა იმ არა მარტო ირანისგან მთელი მუსულმანური სამყაროსგან გადავიმტერებთ რუსეთსაც ყველას აი რაზე რისთვის როცა ჩვენ აქ უამრავი პრობლემები გაგვაჩნია. რუსეთი დიდი ხანია რაც ამიხედრეთ. რუსეთი უკვე დიდი ხანია. ნატოს ძახილით და ასე შემდეგ მოახერხეთ. ყველაფერი უკვე ყველაფერი აშკარად ჩანს უკვე და ადრე თუ 26 წლის წინ ვახსოვს რომ ეს გაზეთი რო გამოვიდა პირველი მეტი სინათლე ესა 55 და მე-16 ნომერი სადაც მთელი მსოფლიო პოლიტიკა იყო აღწერილი.
ბატონ აკაკის მიერ დაბეჭდილი, დაწერილი ყველაფერი, რომ მთელი მსოფლიო პოლიტიკა, რომ ამ 24 ოქმის მიხედვით, რომ მართავენ მთელ მსოფლიო პოლიტიკას სიონის თალმუდის მასონების. აი ახლა უკვე აშკარად ჩანს, რომ იმ რეჟიმის შედეგია, რაც ხდება. და სწორად ახსენეთ თქვენ, თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, ეს კაპიტალისტური სისტემა, მარტო საქართველოზე კი არა ელაპარაკი, ნებისმიერი, აი ყველაზე განვითარებული ქვეყანა ავიღოთ დღეს და ზესახელმწიფოები. აი მათი საქმეც ვერ წავა. უარესობისკენ თუ წავა, უარესობისკენ, უკეთესობისკენ არა და ამიტომ არაერთხელ გვიწევს საუბარი, რომ ყველაფერი გამზადებულია, ყველაფერი ის სამი ძირითადი საკითხი, ხელმოწერებია შეგროვებული, ხრილოვებია ჩატარებული, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, კაპიტალისტური სისტემის შეცვლა და სრულიად ახალი განსხვავებული სისტემის დამკვიდრება, რომელიც გადამრჩენელი იქნება არა მარტო ქართველი ერის, არამედ მთელი მსოფლიოს და ეროვნული საკუთრების შემოღება, რომელსაც მსგავსი არ ქონია მთელი მსოფლიოს ისტორიის არსებობის მანძილზე. არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. და აი ეს არ უნდათ დღეს ვიცა სამშობლო, რომ აი ჩვენ იქიდან არის რა თქმა უნდა ნაგანახები და რაც ახსენეთ თქვენ ეს არაბული პროექტი კი არა, სინამდვილეში იქიდან არის ეს სიონისტურ თალმუდისტური პროექტი. ეს და აი ამის გაჩერება მოგვიწევს პატივცემულო მსმენელებო, მე თქვენ გონიერებაზე, კეთილგონიერებაზე და პატიოსნებაზე და ქართველობაზე ეჭვი არ გვეპარება ჩვენ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქართველი მოვა ნამდვილად გონს მოვა ყველა მოვართ გონს და ნამდვილად აი რაც არის გამოსავალი იმისთვის დავიწყებთ აზროვნებას, მსჯელობას და ეს მასობრიობაში გადაიზრდება. უნდა გადაიზარდოს. აი დაუყოვნებლივ არის ეს შესაძლებელი და ამაზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა. და აი ამაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება მეგობრებო. ჩემო დავით, ცემატყება და ძალადობა არც ერთ-ერთია მისაღები და არც ერთ-ერთი ისე უბრალოდ შედარებისთვის ვქვია. არც ერთ-ერთია მისაღები და არც 10,000. და მით უმეტეს კიდევ უმაღლესი კანონმდებლობიდან, რომლებიც მაგალითი უნდა იყვნენ და იმ კანონებს რო ღებულობენ, პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს. თორე იმ ფუჩის ბიჭებს თვითონ უნდა აძლევდნენ მაგალითს, კანონმორჩილი მოქალაქის მაგალითს თვითონ აძლევდნენ. აი ქუჩაშიც კი როგორ წდებოდა კონფლიქტი ეს ის ქართველობა იყო. მართალი მაგალითია ეს მოყალე. რაც შეეხება ისევ როგორ შეგვსადაგო ამას რაც არის ჯერჯერობით რად გამოკვეთილი არ არის, მაგრამ რაღაც საუბრები გაჟღერდა ამ თემაზე და ჩვენ თავვალდებულად ჩავთვალეთ, რომ შევხებოდით ეხლავე ამ საკითხს, რასაც ქვია ჩვენი სამშვიდობოების იქ ხაზში გაგზავნას. ну არ ვიცით ეხლა ეს რამდენად ნამდვილია, როგორ რა პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ პირველი რეაქცია მივეცით ამაზე და თუ ეს მართლა ესე უნდა წავიდეს და ხელისუფლებამაც მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მინდა რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ვაჟკაცებს, ჩვენს სამხედროებს, ოფიცრებს, რიგითებს ვთხოვ, რომ დაფიქრდნენ, როდესაც აი ამ ბრძანებებს მიიღებენ და შესთავაზებენ ამ არსებულ კონტრაქტებს, დაფიქრდნენ, სად აგზავნით მათ თავისი ზემდგომები, რომ ამით თავსაც შეიძლება განაჩენი გამოუტანონ და ქვეყანასაც. სულ არაფერი, აი უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რომ იმ პალესტინელმა ჩაგხედათ თვალებში და გითხრათ, რომ მე იცით რა, დამიბომბეს და მომიკლეს ცოლი, შვილი, დედა, მამა და სხვა არაფერი დამჩენია, რომ ავიღო იარაღი და ჩემი გადარჩენილი ხალხი დავიცვა. და შენ ის სად მოდიხარ? მე ისედაც უთანასწორო ბრძოლაში ვარ ჩართული ამ ხელა ძალის წინააღმდეგ. და თანამედროვე შეიარაღებას უპირისპირდები უბრალო ავტომატებით და ემით. ამ ხელა უთანასწორო ბრძოლაში ვარ და შენ სად მოდიხარ? მე შენ რა დაგიშავე პირადად? რისთვის მოდიხარ ჩემთან საუბრად? აი რა პასუხი გექნებათ ამაზე ღმერთმა არქნას და დაუშვათ ტყვეჩავარ. იყო ამისთანა ფაქტები დაფიქსირდა ავღანეთში და იქ და ეს შემთხვევით არ მithქვია მე. რა თქმა უნდა. აი ამას დაუფიქრდით, იმიტომ რომ ბრძანება უნდა შეასრულოს ჯარისკაცის ვალია, სამხედროს ვალია, მაგრამ ის ბრძანება
კანონიერი უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს. თქვენ ხართ ქვეყნის დამცველები, ერის დამცველები და არა ერთი ჯგუფის, ერთი გუნდის ინტერესების დამცველები, რომ მათ როგორც ხასიათებად ისე გამოიყენონ ქართული ხალხი და მათ შორის ქართული სამხედრო ნაწილები. აი ეს მინდოდა მე თქვა ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ ცალკე საუბრობთ არის ცდილობები გაერთიანების თითქოს რაღაც არის ხოლმე მიღწეული, მე ისევ იშლება, ვერა და ვერ ვახერხებთ ქართველები გაერთიანებას. ცალკე გამოდიან ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ, მაგრამ ჩვენ არაერთჯერ აგვიხსნიან, რომ ხელისუფლების შეცვლა დადებითი შედეგებს ვერ მოუტანს ქვეყანას. იმიტომ რომ პრობლემა სისტემაშია და არა ცალკეულ პიროვნებებში, ის პიროვნებებიც ამ სისტემამ გამოზარდა და ჩამოაყალიბა ამნაირ ადამიანებად, ამნაირ ხელისუფლებად. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა, სისტემის შეცვლის მოთხოვნის გარეშე არაფრის მომტანი და არაფრის შემცვლელი არ არის. სანამ ამას არ გააცნობიერებს ქართველი, მუდმივად ექნება პრობლემები, როგორც ეკონომიური, ისე ეროვნული, დემოგრაფიული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, მოთმინებისთვის. მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ. მადლობთ. მომავალ შეხვედრამდე.